რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. გონი ყველას გაქვთ ნანახი, მაგრამ ბევრი ვერ იგებთ რით ვერ მივიდა ეს პაშინიანის ავტობუსი დანიშნულების პუნქტში. რომ მორჩეს რა ეს მოგზაურობა. იქ იმან დაისვენოს აქ კიდევ ჩვენ. არჩევნებია სომხეთში. საარჩევნო ავტობუსია და დადის თავის გუნდთან ერთად. გვერდით რომ კაი მჭამელი მეორე კაცი უზის პარლამენტის თავმჯდომარეა ალენ სიმონიან. ეს არის ვაშა გადაცემის სპეციალური პოდკასტი თენგის გოგოტიშვილთან სომხურ არჩევნებზე. ასე შეღება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ავტობუსი ჩაჯდა და წავიდა. სომხეთის პრემიერის ავტობუსს საქარემინა რომ გაბზარული აქვს იცოდით აქამდე? აწი გეცოდინებათ. როდის მორჩებაო? არჩევნები არის 7 ივნისს და იქამდე კიდევ შეიძლება სადმე წავიდეს და რამე ჭამოს. მარწყვი უკვე გამოჩნდა. აწინანელა წამოვა ქორფამწვანელი, ახალი კარტოფილი წემოა, ალუჩა, შეიძლება ადრეულმა ბალმაც მოუსწროს და იქნებ გარგარმაც, კაი გარგარი აქვს მაგათ. ხო და იქნება მე კურკების სროლა. ამასობაში პაშინიანი ცოლს ჯერ გაშორდა და მე შეურიგდა. ეგეც მოასწრო. ავტობუსი კი მიდის. ამ კაცმა რაც არ უნდა გააკეთოს, რეიტინგს უმატებს ყველაფერი მე მგონი. საქართველოში ნახდათ. ახლა ბატონი ნიკოლია ჩვენი მეგზური ევროკავშირისკენ და ჩვენი ლობისტიც. სხვათა შორის პროჭორილელების გასაგონად ვამბობ. ევროკავშირი აპირებს უხეშად ჩაერიოს სომხეთის არჩევნებში. თქვენს ენაზე ასეა. დალაგებული და გონიერი ადამიანების გასაგონად კი სომხეთმა დახმარებას თხოვა ევროკავშირს ძალიან შემოგვიტია რუსულმა ჰიბრიდულ მოუმაო და კაია კალასმა გამოაცხადა არ დაგტოვებთ სომხებს უცხოური ჩარევის წინაშე მარტო. დემოკრატიებს, რომლებიც ზეწოლის ქვეშ არიან, შეუძლიათ ყოველთვის ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ და სომხეთში ახლა სწრაფი რეაგირების ჯგუფს გზავნითო. ჰიბრიდულ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების, რა თქმა უნდა. პაშინიანის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პიკი რუსეთთან ურთიერთობაა. ცხადია, რომ ოპონენტები პირველ რიგში ზუსტად პუტინთან ურთიერთობის გაფუჭებასა და ამის გამო მერე ყარაბაღის დაკარგვას აბრალებენ. ახლა სომხეთის პრემიერი მოსკოვში ჩადის და პუტინს ძალიან დახვეწილად, ფილიგრანულად ასკორავს. ავტობუსი თან ბრენდირებული, სერიოზული პროგრესია. გეხსოვებათ, 2018 წელს პაშინიანი ხელისუფლებაში როგორ მოვიდა? ფეხით მოვიდა. მთელი ქვეყანა შემოიარა ფეხი და დააყენა ფეხზე. ახლა კი დადის ავტობუსით. მაგრამ ადამიანებთან საუბრის უნარი როგორც ჩანს არ დაუკარგავს. დიდთან, პატარასთან, კაცთან, ქალთან, მოწინააღმდეგესთან, მომხრესთან. კამპანიას ეტყობა, რომ რესპონდენტებს ზიანს არ არჩევენ. ზოგან ბაზარში მიდის, ზოგან სადარბაზოებსა და ბინებში შედის და ყველგან ტოვებს გულებს. ვიღაც ეჩხუბება, ვიღაც საყვედურობს, მაგრამ ამას პასუხი აქვს ყველასთვის და ყოველთვის. სამოქალაქო ხელშეკრულება მართველი პარტია დღეს გამოკითხების ლიდერია, მაგრამ 30%-ზე მეტი არ აქვს პრინციპში. მეორე ადგილზეა სამվել კარაპეტიანის ძლიერი სომხეთი. კარაპეტიანი არის რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი 3 მილიარდამდე ქონებით, რომელიც ფლობს სომხეთის ელექტროხაზებსა და რაღაც დიდ სავაჭრო ცენტრებს და რომელიც ყურადღება დიდ ფულს აძლევს სომხურ ეკლესიას. ამიტომ იღებს შესაბამის ხარდაჭერასაც. კარაპეტიანი ის კაცია, ვისაც მიშა სააკაშვილმა სომეხი ივანიშვილი უწოდა. თუ აქამდე თქვენ ვერ დაადგინეთ. ბიოგრაფიას თუ გაქეკავთ, შეიძლება ეს ჩანაწერი იპოვნოთ. ამბავი თარგმნითა და განმარტებით ახლა. სამվել კარაპეტიანი მუშაობდა ისეთ ორგანიზაციაში, რომლის შესახებ ცნობა FSB საინფორმაციო ცენტრში უნდა მოიძიოთ. სხვა არსად, ვერსად. ახლა მიხვდით ვინ არის. ეკლესია თემაა. იმდენად მნიშვნელოვანი არა ახლა როგორც წილხვეთში, მაგრამ მაინც. პაშინიანისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ამბები ყურმოկვრით მაინც გეცოდინებათ ვინმეს. დიდი ხანია უკვე კათალიკოსის გადაყენებას ითხოვს და არ ერიდება ეპისკოპოსების ჩაყრას ციხეში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. არ ეპუება მოკლედ. ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი რო ვახსენე, შეიძლება სწორედ ამ ჯგუფის დამსახურება იყო რამდენიმე კვირის წინ რომ გამოცემა ინსაიდერმა საინფორმაციო ბომბი გახეთქა. იმათი სახელები, ვისაც კრემლმა სომხეთის არჩევნები გადააბარა. ვინც პასუხს აგებს პაშინიანის დამარცხებაზე პუტინის წინაშე. ახლა ამოქმედებულია პუტინის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა სპეცსამსახური, FSB, GRU და SVR. სომხეთში გაჩნდა ბანერები, რომელიც პირველ რიგში ქოცების ბანერებს მოგაგონებთ. და ფლაიერები. და ნეტავ რატო? პაშინიანზე არანაკლებ აქტიურია ამ კამპანიაში მოსკოვი. პაშინიანის წინააღმდეგ.
უკვე აკრძალეს სომხური მწვანელი და მინერალური წყალი და ჰაერში ჩამოუკიდეს სრულიად დაუფარავი მუქარა. ევროინტეგრაციის ფასი გაზის გაძვირება, საბაჟო გადასახადი და შედეგად სომხეთის ეკონომიკის დაქცევა იქნება. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ახლა ვუყუროთ, რამდენად გაბრაზდება ყველაფერი ამაზე სომხური საზოგადოება. შანტაჟზე. თავისი ყოფილი უფროსი ძმისგან, რომელსაც ყარაბაღის ომებში ღალატს დიდი ხანი აბრალებს. ეს ავტობუსი სოციოლოგიურად ადის ჯერჯერობით გადაუწყვეტელი 35-40%-ის მისამხრობად. როგორც ამბობენ, ასეთები ძირითადად 40 წლამდე ამომრჩევლები არიან. ყველაზე რთულები ალბათ. ოღონდ ამათი გულის მოსაგებად პაშინიანი მხოლოდ გორისსა და ვანაძორს არ ესტუმრება. აგერ ჩადის საფრანგეთში. სწორედ იმ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან სალაპარაკოდ. აგერ სასტუმრო ადლონიდან გიგზავნით ხოლმე გულებს. ან ტუსკის კაბინეტიდან. აგერ მასთან ასშადიან, როგორც ძველის ძველ ძმაკაცთან. ერევანი მასპინძლობს ევროკავშირის საბჭოს. არა თბილისი. ერევანში ჩადიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. არა თბილისში. პაშინიანს პირადად უჭერ მხარსო წერს ამერიკის პრეზიდენტი და თქვენ ახლა ისევ იმას ნერვიულობთ, ჩურჩხელა ხაში და მაწონი სომხურად გამოაცხადესო? გაგახსენდებათ ალბათ პაშინიანმა კახეთშიც რომ ჩამოისეირდა. პური ჭამა და კიდევაც დაუკრა. მერე კი წავიდა და ევროკავშირს თხოვა სომხეთის ინტეგრაცია ქართველების გარეშე არ გამომივა. გზაზე ყავს გახიდულები და რამე უშველეთ ამათო. ახლა იმათაც რაკნან. ჩვენ თუ არ გვინდა მათი შველა. ხო და ახლა ისე ჩანს ამ გზის გავლაც მარტო მოუწევს ბატონ ნიკოლს. უკვე ბრიუსელამდე. არადა, ამ ისტორიულ მომენტში ეს პროჭრვილელები რომ არ ყვავდნენ ჩასაფრებულები. შეგვეძლო ერთმანეთისთვის ხელი ჩაგვეკიდებინა და გაცილებით მარტივად გვევლო 2-ს ან 3-ს წინ ევროპისკენ. Знаешь что, я тебе умный скажу, но только ты не обижайся. Когда мне будет приятно, я так довезу, что тебе тоже будет приятно. ეს იყო ვაშე გადაცემა. სპეციალური პოდკასტი თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.